სიფილისი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია ჩუმად მოკლას ადამიანი და ინფექცია როცა დაემართება, იქიდან 10 წლეულების მერე გაუჩეროს გული, მაგალითად, ან დაუდგენოს თავის ტვინი, ან დააბრმავოს ადამიანი. ამიტომ ძალიან ეპიკური დაავადებაა, ცნობილია ერთ დროს პოეტებს და მწერლებს და მეფეებს კლავდა, მაგალითად ივანე მრისხანეს და კიდე ძალიან ბევრს და დღესაც მნიშვნელოვანია ეს დაავადება, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად იკურნება, მას შეუძლია შეიცვალოს ფორმა, დაემსგავსოს სხვა დაავადებებს და ამიტომ ძნელი აღმოსაჩენია. ამიტომ სიფილისის აღმოჩენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები. სიფილისი გადადის დედიდან შვილზეც მუცლად ყოფნის პერიოდში და პირდაპირ აზიანებს, ანუ მუცელში ბავშვს აზიანებს, პლაცენტის გადაკვეთა შეუძლია, იმიტომ რომ ძალიან პატარა ბაქტერიაა და ამიტომ ორსულებს ყოველთვის უტარებენ ხოლმე სკრინინგს, ანუ გამოკვლევას, ხომ არა აქვს სიფილისი. სიფილისი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, გადადის სექსუალური კონტაქტით, თითქმის ნებისმიერი ნაირით და მაშინ გადადებისას ადამიანი ვერ ხვდება რა თქმა უნდა ამას, გადადების მერე ვლინდება სიმპტომები, აქვს გარკვეული პერიოდი, როცა საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აქვს ადამიანს, ამას ეძახიან ინკუბაციური პერიოდს, სამ პირველი სიმპტომები გამოვლინდება. სპირალის ფორმის ბაქტერიაა, ამიტომ სპიროკეტესაც ეძახიან მეცნიერულად და ანუ ეს სპირალისებური ფორმა იმაში ეხმარება, რომ პირდაპირ ბურღავს ქსოვილებს და ადვილად აღწევს ქსოვილებში. კარგი ამბავი ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმის გარეთ ეს ბაქტერია ვერ გადარჩება ადვილად, ამიტომ კვდება ეგრევე. მოკლედ, ამიტომ ჭირდება სქესობრივი გზა, ანუ ძალიან ახლო კონტაქტი, ან სისხლის სისხლთან კონტაქტი, ან ლორწოვანი გარსების ახლო კონტაქტი ადამიანის იმისთვის, რომ ეს ბაქტერია გადაეცეს. ამიტომ ხელის ჩამორთმევა, კოცნა და ასეთი თუნდაც თანაცხოვრება ადამიანთან თუ სქესობრივი კავშირი არ აქვს, როგორც წესი უსაფრთხოა. დაინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში ადამიანს გამოდის წყლული იმ ადგილზე, სადაც დაინფიცირდა. შეიძლება იყოს სასქესო ორგანოები, შეიძლება იყოს ანუსი, შეიძლება იყოს პირის ღრუ ძირითადად. და ეს წყლული არის ეს მკვეთრი ამოწეული კიდეებით, გლუვი და არემტკივნეული და ამიტომ შეიძლება ადამიანმა დატოვოს უყურადღებოთ, ანუ არ ტკივა და შეიძლება არის რაღაც გამომივიდა და გაივლის, რაღაც დროის მერე გაივლის. გაივლისთან ისე რომ არ აქვს მნიშვნელობა უმკურნალი თუ არ უმკურნალი, გაივლის. და ეგ არის კიდე ერთ-ერთი მატყუარა, რომ ეს რო გადის მერე ადამიანმა, კაი, არაფერი. აი მას ქვია პირველადი სიფილისი. ან პირველადი სიფილისი არის ეს წყლული, რომელიც ძირითადად გენიტალიებზე გამოდის, რომელსაც შანკრი ქვია. რომელიც თავისით გადის, მიუხედავად იმისა, უმკურნალებ თუ არ უმკურნალებ. ამის მერე იწყება მეორე სტადია რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში იწყება, რომელსაც ქვია მეორადი სიფილისი და მეორადი სიფილისი არის პირველადი სიფილისი იყო, როცა სადაც შეიჭრა ბაქტერია, იქ დაიწყო გამრავლება და იქ დაიწყო ანთება. და მეორე სიფილისი არის, როცა სისხლში გავრცელდა უკვე და მთელ ორგანიზმში იწყებს ანთებას, განსაკუთრებით ხელის გულებზე, ფეხის გულებზე, გამონაყარი იცის და ზოგადად გამონაყარი იცის. შეიძლება პირის ღრუში გამოიწვიოს გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება ორგანიზმში გამოიწვიოს, სიცხე, ყელის ტკივილი, სუსტად შეიძლება გრძნობდეს ადამიანი თავს, ანუ სხვადასხვა სიმპტომები, სხვადასხვანაირი სახე შეიძლება ქონდეს. და ესეც რაღაც პერიოდი გრძელდება, რამდენიმე კვირა გრძელდება და იტყვის ადამიანს რაღაც მქონდა რა, რაღაც ეტყვა, გამიარა, გაივლის ესეც. და მერე იწყება მესამე ფაზა, მესამე სტადია, რომელსაც ეძახიან ჩუმ სტადიას, ლატენტურ ფაზას და ამ დროს რა ხდება? არაფერი სიმპტომი არ აქვს ადამიანს. ანუ პირველი სიფილისი ქონდა, მეორე სიფილისიც ქონდა, გაიარა ეს სიმპტომები,
მე აღარაფერი არ აქვს და ეს შეიძლება გაგრძელდეს 10 წლეულები. 10 წლეულები, ზოგადად მთელი ცხოვრება. ანუ გადავიდეს ლატენტურ ფაზაში, მიიძინოს. ანუ ბაქტერია ისევ არსებობს ორგანიზმში, ჩუმ ანთებას იწვევს ორგანიზმში, მაგრამ რამე მნიშვნელოვანი სიმპტომები არ აქვს. ადამიანს რო თქვა რომ რამე აწუხებს, არ გეტყვის რომ რაღაც ეს მაწუხებს, ის მაწუხებს, ჩვეულებრივად არის. ეს 10 წლეულები გრძელდება. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წელი მაინც გრძელდება. და ეხლა იტყვის ადამიანი რომ აბა რამდენი ხანი გრძელდება, ან ვის ემართება? დაახლოებით 30%. თუ არ იმკურნალებს ადამიანი აი ამ სამი სტადიის განმავლობაში, მეოთხე სტადია დგება დაახლოებით 30% შემთხვევაში. თუმცა მეოთხე სტადია რო დგება, მეოთხე სტადია არის ყველაზე გამანადგურებელი სტადია და ეგ მეოთხე სტადია ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის რეალურად. და რა შვება? იწყებს უკვე დაზიანებას თითქმის ყველა ორგანოსი. მაგალითად, შეუძლია დააზიანოს თავის ტვინი და ადამიანს დაემართოს დემენცია, მეხსიერების დაქვეითება, დავიწყდეს რაღაცეები, შეიძლება გონება აერიოს საერთოდ და თქვა რომ გაგიჟდაო ეს ადამიანს ისეთი რაღაცების ლაპარაკი დაიწყოს ადამიანმა. ზოგ ადამიანს უზიანებს სისხლძარღვებს, გულს, გულის სარქლებს, გულის უკმარისობას იწვევს, შეიძლება დააზიანოს აორტა და აორტის ანევრიზმა გამოიწვიოს, შეიძლება დააზიანოს ძვლები და ძვლების დესტრუქცია გამოიწვიოს, შეიძლება დააზიანოს ზურგის ტვინი და პარალიზი გამოიწვიოს და ვეღარ დადიოს ადამიანი, ან დამბლა დაეცეს ჩვენებურად. ანუ ბევრი სხვა სიმპტომები ახასიათებს ძალიან გამანადგურებელი და პრობლემა რაშია? რამდენადაც სიფილისი არის ადვილი სამკურნალო თავიდან იმდენად შეუძლებელია უმკურნალო მერე. ან ბაქტერიას მოკლავ, მაგრამ ადამიანმა თუ მეხსიერება დაკარგა, ტვინი გაუნადგურა და თუ კი ცნობიერებაც დაკარგა, ვეღარ აღვდგენ იმას. აღარ შეიცვლება. იგივე გული თუ დაუზიანა, მორჩა. ვეღარ აღდგება. და ამიტომ აი ამ სხვა ორგანოების უკმარისობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს სიფილისისგან. ამიტომ სიფილისის სახუმარო თემა არ არის, ყურადღების გარეშე დასატოვებელიც არ არის და სასურველია რომ ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიკეთოს ანალიზი მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სიმპტომები. იმიტომ რომ შეიძლება იყოს მიძინებულ ფორმაში. ახლა ვთქვათ დიაგნოსტირება როგორ ხდება. დიაგნოზი ხდება ანტიგენების ტესტით, არა ტრეპონიმული ანტიგენების ტესტით. მაგალითად VDRL ესეთი ტესტია, VDRL ჩვენებურად, RPR ტესტია, ანუ RPR იგივე და ეს ტესტები კეთდება სწრაფი ტესტია. ეხლა რას ნიშნავს ეს ტესტები? ანუ პირდაპირ კი ვერ ამოიცნობს ამ ადამიანს აქვს ეს ბაქტერია თუ არა აქვს ეს ტესტები, მაგრამ ეს ტესტები ამოიცნობს ამ ადამიანში მიდის თუ არა ის ანთება, რასაც იწვევს ეს ბაქტერია. ან ტრეპონემა pallidum, ესე ქვია ამ ბაქტერიას, რომელიც იწვევს სიფილისს და სიფილის რა ბაქტერიაც იწვევს, ეს აქვს თუ არა ადამიანს, ეს ანთება აქვს თუ არა ადამიანს, ამას ამოიცნობს ეს ტესტები. უშუალოდ ბაქტერიის დეტექციას ვერ ახერხებს. მაგრამ სკრინინგისთვის არის ბრწყინვალე. იმიტომ რომ ძალიან მაღალი მგრძნობელობა აქვს და ადვილად ამოიცნობს რომ ესეთი ბაქტერია შეიძლება არსებობდეს. თუმცა თუ კი ეს ტესტები პოზიტიურია, მაშინ ჭირდება კონფირმატორული ტესტი, ან დამატებითი ტესტია საჭირო იმისთვის რომ FTA, ABS ეძახიან ამ ტესტს, ან TPPA ტესტები, რომელიც კონფირმატორული ტესტია, რომელიც უშუალოდ ბაქტერიის მიმართული ეს ტესტები. ეხლა რაშია საქმე? ამ პირველად რატო ვიყენებთ არა ტრეპონემულ ტესტებს? იმიტომ რომ ერთი იაფია, ჩქარია, ადვილად ამოიცნობს თუ რამეა და ასევე აი ის უშუალოდ ბაქტერიის მიმართ ანტისხეულები მთელი ცხოვრება რჩება ორგანიზმში, მიუხედავად იმისა, უმკურნალებ თუ არ უმკურნალებ და
ეგ პრობლემაა, იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი ნამკურნალებია და ქონდა და ეხლა აღარ აქვს და აი ამისთვის ტარდება ხოლმე VDRL და ან RPR ტესტები, რომელიც არის სკრინინგული ტესტები და რომელიც ასევე ამოწმებს როგორ მიმდინარეობს მკურნალობა და მკურნალობის სხვა ეპიზოდებში 6 თვეში, 12 თვეში, ზოგჯერ 24 თვეში ერთხელ აკონტროლებენ ანტისხეულებს, უნდა დაიკლოს და თუ დაიკლო და თუ ეს პროგრესი არის, დაკლების პროგრესი არის, ეგ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობა ეფექტურია და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და თუ არ იკლებს შეიძლება მეორედ დაემართა ამ ადამიანს სიფილის თუ რისკ ფაქტორები აქვს შეიძლება მკურნალობა არის არაეფექტური ეხლა მკურნალობისთვის იყენებენ პენცილინ G-ს ინექციას თუ კი ახლა დაემართა მოკლედ ინფექცია მაშინ ერთი ინექცია ყოფნის კუნთში პენცილინ G-სი და ეს საოცარია, იმიტომ რომ პენცილინ G-ს მიმართ ბევრ ბაქტერიას უკვე რეზისტენტობა განვითარებული და სიფილის 10 წლეულებია იყენებენ სიფილისის წინააღმდეგ პენცილინ G-ს და კიდე ეფექტურია. ეს ძალიან მაგარია. მაგრამ თუ ადამიანს აქვს ალერგია პენცილინ G-ს მიმართ, მაშინ დოქსიციკლინი გამოიყენება, ტეტრაციკლინი გამოიყენება. თუმცა მათ ისინი ნაკლებ ეფექტურია და უფრო კაცრი რეჟიმი და ხანგრძლივი რეჟიმი ჭირდება. თუ ადამიანს სიფილისი დაემართა დიდხანს, დიდი ხნის ინფიცირებულია, ან არ ვიცით როდის დაემართა, მაშინ პენცილინ G კვირაში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში ინიშნება ხოლმე კუნთში. მოკლედ ეს მაღალეფექტური მკურნალობა 95%-იანი განკურნების ხარისხი აქვს, რაც ძალიან მაღალია. ორსულ ქალებს ჭირდებათ აუცილებლად გამოკვლევა სიფილისზე თავიდან, რადგან ძალიან ადვილად შეიძლება გადავიდეს პლაცენტაში და ბავშვი დააზიანოს, ამიტომ თავიდანვე ჭირდება. თუ რისკ ფაქტორები აქვს, მერეც იკვლევენ ხოლმე, მაგრამ როგორც წესი თავიდან საკმარისია ხოლმე. თუ კი პირდაპირ სითხეს აიღებს ექიმი წყლულიდან და გასინჯავს მიკროსკოპის ქვეშ, იქ პირდაპირ ბაქტერიის დაამხაც შეიძლება, ეგეც ხდება ხოლმე, თუმცა იშვიათ დღევანდელობაში იშვიათად უფრო მეტად მნიშვნელობა აქვს სისხლის ტესტებს. მკურნალობა ვინაიდან მაღალეფექტურია, კარგია, მკურნალობას მეოთხე ფაზაში უკვე აზრი აქვს, მაგრამ დიდი შედეგი არ აქვს, იმიტომ რაც დაზიანებულია იმას ვეღარ აღადგენს, მიუხედავად იმისა, ბაქტერიას მოკლავ თუ არ მოკლავ და თუ არ უმკურნალებ, ადამიანს გამანადგურებელი შედეგები ემართება, მათ შორის გულის დაავადებები, ტვინის დაავადებები და ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ამიტომ სიფილისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სქესობრივი გზით გამდები ინფექცია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ძალიან ვერაგი ბუნება აქვს. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ დონაციები, ამისთვის ვიდეოს აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები. თუ გინდათ ჩემთან პირადი კონტაქტი და თან დონაცია, ამისთვის პატრეონი და პატრეონის ლინკიც მითითებული მაქვს ვიდეოს აღწერაში. თუ გინდათ უბრალოდ მხარდაჭერა გამოხატოთ ჩემს მიმართ და ჩემი არხის მიმართ, მაშინ დალაიქეთ, გააშიარეთ ან დაკომენტარეთ ან გამოწერეთ არხი, ნებისმიერი აქტივობა მნიშვნელოვანია და არხის განვითარებას დაეხმარება. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.